მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ჩინეთში ავტომობილების ინდუსტრია სწრაფად შეიცვალა. ადრე იაპონურ, ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს ხშირად მიიჩნევდნენ ყველაზე განვითარებულად. მაგრამ ეხლა ბევრი ჩინური კომპანია, როგორიცაა BYD, Geely, Xiaomi, Xpeng და Leapmotor, აწარმოებს ელექტრომობილებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ დიდ ბრენდებს სხვა ქვეყნებში. დამუხტვა სწრაფია, შიგნით ბევრი ტექნოლოგია და ხშირად უფრო იაფია ვიდრე სხვა კომპანიების ანალოგიური მოდელები. მაგრამ ერთი დიდი კითხვა არსებობს. თუ ჩინური ელექტრომობილები ასეთი კარგია და იაფი, რატომ არ დომინირებენ ისინი ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში? ამის გასაგებად ჯევნო ვნახოთ, რამდენად ძლიერია ჩინეთი საკუთარ ქვეყანაში. 2024 წელს ჩინეთში 11 მილიონზე მეტი ელექტრომობილი დაიყიდა. ეს თითქმის 2/3-ია ყველა ელექტრომობილისა, რომელიც იმ წელს მთელ მსოფლიოში გაიყიდა. ჩინეთში შეძენილი ყველა ახალი მანქანის თითქმის ნახევარი უკვე ელექტრო ან პლაგინ ჰიბრიდია. ელექტრომობილი ანუ EV არის მანქანა, რომელიც იღენებს ელექტროძრავსა და ბატარეას. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ბენზინის ან დიზელის ძრავაზე იყოს დამოკიდებული. ასევე არსებობს პლაგინ ჰიბრიდიც. მას აქვს ბატარია და ელექტროძრავი, მაგრამ ასევე აქვს ბენზინის ძრავაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო. ჩინეთში ეს ორი ტიპის მანქანა სწრაფად გავრცელდა. 2025 წლისთვის ჩინეთში ელექტრო და პლაგინ ჰიბრიდული მანქანების ყიდვა კიდევ უფრო ჩვეულებრივი გახდა. ამიტომ ჩინეთი გახდა უზარმაზარი საცდელი ბაზარის საკურა ავტომობილური ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის. როცა ჩინურ კომპანიას ახალი მოდელი გამოჰყავს, მას მაშინვე აქვს უზარმაზარი ბაზარი, სადაც შეუძლია გაყიდოს თავისი პროდუქცია. თუ დიზაინში ან პროგრამულ უზრუნველყოფაში პრობლემა წარმოიშვება, ისინი სწრაფად იღებენ უკავშირს უამრავი მომხმარებლისგან. თუ კონკურენტს აქვს კარგი ფუნქცია, სხვა კომპანიებიც სწრაფად ქმნიან საკუთარ ვერსიას. რადგან ჩინეთში ძალიან ბევრი ავტომობილების კომპანია, ისინი იძულებულნი არიან შექმნან უკეთესი მანქანები უფრო დაბალ ფასად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩინური მანქანების განვითარება ასე სწრაფად მიმდინარეობს. BYD კარგი მაგალითია. ადრე ის ჩინეთის გარეთ დიდად ცნობილი არ იყო. მაგრამ ის ძალიან სწრაფად გაიზარდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრო და პლაგინ ჰიბრიდული მანქანების მწარმოებელია მსოფლიოში. BYD-ისთვის დიდი უპირატესობაა ბატარეაც. კომპანია თავად აწარმოებს საკუთარ ბატარეებს და ასევე მანქანის ბევრ მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ნიშნავს, რომ მას არ ჭირდება მათი შეძენა. ასევე უკეთ აკონტროლებს ხარჯებსა და წარმოებას. ასეთი უპირატესობა აქვთ ბევრ ჩინურ ავტომწარმოებელსაც. მათთან ახლოს არიან ბატარეების მწარმოებლები, ელექტრონიკის მომწოდებლები, ქარხნები და ნედლეულის გადამამუშავებლები. როდესაც მათ ახალი მოდელის შექმნა სჭირდებათ, ბევრი საჭირო ნაწილი შეიძლება პირდაპირ ჩინეთიდან მიიღონ. კიდევ ერთი მიზეზი სისწრაფეა. ზოგიერთი ჩინური ავტომწარმოებელი ახალ მოდელს უფრო სწრაფად ქმნის, ვიდრე ტრადიციული ავტომწარმოებელი კომპანიები. ისინი იღენებენ ბევრ საერთო ნაწილს, სწრაფი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას და დიზაინის სწრაფ ცვლილებას. ამიტომ, როცა ძველი ავტომწარმოებელი კომპანია ჯერ კიდევ სწავლობს, თუ რომელი ფუნქცია ჩასვას შემდეგ მოდელში, შესაძლოა უკვე გამოსულიყო ახალი ჩინური მანქანა, რომელსაც აქვს დიდი ეკრანი, მოწინავე მძღოლის დამხმარე სისტემა, ხმის მართვა და სწრაფი დატენვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩინური ელექტრომობილი ავტომატურად უკეთესია, ვიდრე ყველა დასავლური ან იაპონური მანქანა. განსხვავებულია თითოეული ბრენდისა და მოდელის ხარისხი, უსაფრთხოება, სანდოობა და დაყიდვების შემდგომი მომსახურება. რაც ნამდვილად ნათელია არის ის, რომ ცნობილი უცხოური კომპანიების წინა უპირატესობა სწრაფად მცირდება. თვითონ ტესლაც კი ჩინეთში უფრო ძლიერ კონკურენციას წააწყდა. როცა ტესლა პირველად შევიდა ჩინეთის ბაზარზე, ძალიან ცოტა ადგილობრივი კომპანია იყო, რომელსაც შეეძლო მის კონკურენტად პრემიუმ ელექტრომობილი შეექმნა. მაგრამ როცა ჩინური ელექტრომობილები გაიზარდა და გაუმჯობესდა, ტესლას ადრე დიდი უპირატესობა შემცირდა. 2025 წლისთვის ტესლას ადგილობრივი ბაზრის წილი კიდევ უფრო შემცირდა, მაშინ როცა ჩინური ბრენდების კონკურენცია სულ უფრო ძლიერდებოდა. და ჩინეთის სურვილიც მარტივია, გაყიდოს ეს ყველა მანქანა მთელ მსოფლიოში და ისინი ამას უკვე აკეთებენ. სინამდვილეში ჩინეთი უკვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომობილების ექსპორტიორია. ჩინური მანქანების გაყიდვები სწრაფად იზრდება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ბაზრებზე, მაგრამ აქ საქმე უფრო რთულდება. საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი მანქანის წარმოება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეხვიდე. თითოეულ ბაზარს აქვს თავისი უსაფრთხოების წესები, გადასახადები, დილერების სისტემა და მთავრობის პოლიტიკა. და ზოგ დიდ ქვეყანაში კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, ეს არის სავაჭრო ბარიერები. სავაჭრო ბარიერი არის წესი, რომელიც ართულებს ან აძვირებს სხვა ქვეყნიდან პროდუქტის შემოტანას. მაგალითად, შეიძლება ჩინურ ელექტრომობილს დიდი იმპორტის გადასახადი დაეკისროს. ასე რომ თუ მანქანა ჩინეთში იაფია, მაგრამ მასზე დიდი გადასახადი დაემატა, სხვა ქვეყანაში მისვლისას ეს უპირატესობა იკარგება.
შეიძლება მისი ფასის დიდი უპირატესობა გაქრეს. ხოლო შეერთებულ შტატებში ჩინური ბრენდის ელექტრომობილებისთვის ძალიან რთულია შესვლა მაღალი ტარიფებისა და სხვა შეზღუდვების გამო. ევროპაში კი ევროპის კავშირმა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინეთში წარმოებულ ზოგიერთ ელექტრომობილს. მაგრამ მიუხედავად ასეთი ბარიერებისა, ჩინელი ავტომწარმოებლების ყოფნა ევროპის ზოგიერთ ბაზარზე მაინც იზრდება. თუმცა ნამდვილი გამოწვევა ახლა ისაა, თუ როგორ გადალახავს ამას ჩინეთი. ესენია ტარიფები, მთავრობის შეზღუდვები, ადგილობრივი უსაფრთხოების წესები, ბრენდზენდობა და დილერებისა და სერვის ცენტრების ნაკლებობა სხვა ქვეყნებში. მაგრამ მთავარი კითხვა ახლა ესეთია, როგორ გახდა ჩინეთი ესეთი ძლიერი ელექტრომობილების სფეროში. მოდი გადავხედოთ BYD-ს. BYD დაიწყო 1995 წელს, როგორც მცირე დატენვადი ბატარეების კომპანია შენჟენში, ჩინეთში. ის დაარსა ვანგ ჩუამფუმ, ქიმიკოსმა, რომელსაც ბატარეების ტექნოლოგიაში ღრმა ცოდნა ჰქონდა. BYD-ს შექმნამდე ის აწარმოებდა ბატარეებს ელექტრონიკისთვის. ამიტომ მას უკვე ჰქონდა გამოცდილება იმ საკითხში, რომელიც მომდევნო წლებში ელექტრომობილის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად იქცეოდა. 2003 წელს BYD შევიდა ავტომობილების ინდუსტრიაში. მას შემდეგ რაც შეიძინა ერთი პატარა ჩინური ავტომწარმოებელი. ეს დიდი რისკი იყო, რადგან BYD მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი როგორც ავტომობილების მწარმოებელი. მაგრამ ვანგ ჩუამფუს გეგმა ნათელი იყო. თუ BYD შეძლებდა საკუთარი ბატარეების წარმოებას, ამ ცოდნას გამოიყენებდა ელექტრომობილების დასამზადებლადაც. პირველ წლებში BYD სწავლობდა ავტომობილების დიზაინსა და წარმოებას უფრო გამოცდილ ავტომწარმოებელი კომპანიებისგან. დროის გასვლასთან ერთად კომპანიამ შექმნა საკუთარი ტექნოლოგია და წარმოების სისტემა. BYD-ს გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგრეთ წოდებული ვერტიკალური ინტეგრაციაა. ამას მარტივი მნიშვნელობა აქვს. იმის ნაცვლად, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა კომპანიებისგან შეიძინოს, BYD-სთვის საჭირო ბევრი რამ, ხავად BYD-s მიერ იწარმოება. აქ შედის ბატარეები, ელექტროდრავები, ელექტრონული ნაწილები და რამდენიმე ნახევარგამტარი, ანუ ჩიპი, რომლებიც ავტომობილის სისტემების კონტროლისთვის გამოიყენება. იმის გამო, რომ წარმოების უფრო მეტ ნაწილს თავად კომპანია აკონტროლებს, BYD-ს უფრო მეტად შეუძლია ფასის, მიწოდებისა და წარმოების სიჩქარის კონტროლი. ეს უპირატესობა მნიშვნელოვანია, როცა მიწოდებაში პრობლემა ჩნდება. მაგალითად, თუ მნიშვნელოვანი ნაწილი აკლიათ, უბრალოდ პარტნიორ კომპანიაში დაამზადებენ მას. და სინამდვილეში, მხოლოდ BYD არ არის სწრაფი წარმოებაში. ბევრი ჩინური ავტომწარმოებელიც ასე იქცევა. და იმის ნაცვლად, რომ ახალი მოდელის გამოშვებას მრავალი წელი დასჭირდეს, ზოგი ჩინური კომპანია ახერხებს ახალი ავტომობილის შექმნას სულ რაღაც 18 თვეში. ბევრ ტრადიციულ ავტომწარმოებელ კომპანიაში იგივე პროცესი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამის გამო ჩინური ბრენდები უფრო სწრაფად ახერხებენ მომხმარებელთა სურვილების ცვლილებებზე რეაგირებას და მათთან ადაპტირებას. მათ კარგი სტილი აქვთ. მაგალითად, როდესაც ახალი ბატარეის სისტემა, დიდი ეკრანი ან პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქცია პოპულარული ხდება, ჩინური ბრენდები ამას სწრაფად სწავლობენ და მალევე ამატებენ შემდეგ მოდელებში. ჩინეთის ავტომობილების ბაზარი ტექნოლოგიურ რბოლას დაემსგავსა. ყოველი კომპანია ცდილობს, რომ უკეთესი ავტომობილი შექმნას, სანამ კონკურენტი დაასწრებს. ამას ფასეც დიდი გავლენა აქვს. ჩინურმა კომპანიებმა მხოლოდ ძვირად ღირებული ელექტრომობილები აშექმნეს. მათ ასევე გამოუშვეს პატარა და უფრო კარგი იაფი მოდელები, ჩვეულებრივი ოჯახებისთვის. ერთ-ერთი მაგალითია BYD სიგალი, პატარა ელექტრომობილი, რომელიც ჩინეთში 2024 წელს $10,000-ზე ნაკლებად გაიყიდა. ასევე არსებობს ძალიან პატარა Wuling Hongguang Mini EV, რომელიც შექმნილია SAIC-ის, General Motors-ისა და Wuling-ის ერთობლივი საწარმოს მიერ. რადგან მანქანა უფრო პატარა და მარტივია, ის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბევრი მყიდველისთვის. მას ასჭირდება უზარმაზარი ბატარეა ან ძალიან დიდი სავალი მანძილი, რომ იყოს გამოსადეგი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მანქანას მხოლოდ ქალაქში იყენებს. ასეთი მოდელების გამო ჩინეთში ელექტრომობილის შესაძენად აღარ არის საჭირო მდიდარი იყო. უკვე არსებობს არჩევანი იაფი ქალაქის მანქანიდან პრემიუმ SUV-მდე და სპორტული მანქანამდე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ელექტრომობილები ჩინეთის ბაზარზე ასე სწრაფად გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ ამდენი არჩევანის ფასად რაღაცის დათმობა გიწევს. ასევე საგრძნობლად გაიზარდა ავტომწარმოებელი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბაზრის წილის მოპოვებას ცდილობენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთში უამრავი ახალი ელექტრომობილის ბრენდი გამოჩნდა, მაგრამ ყველა ვერ გადარჩა. იყო სტარტაპები, რომლებმაც დიდი ინვესტიცია მიიღეს, მაგრამ ვერ შეძლეს საკმარისი მანქანის წარმოება, რომ მოგება ეშოვათ. სხვებმა პროდუქტი გამოუშვეს, მაგრამ ვერ მოიზიდეს საკმარისი მომხმარებელი. კონკურენციის გამზაფრებისას ბევრი სუსტი კომპანია გაქრა. ბრძოლა კიდევ უფრო გართულდა, როცა მანქანების ფასები დაეცა. 2023 წელს Tesla-მ ჩინეთში ფასები შეამცირა. მათ მიხულენ სხვა ავტომწარმოებლებიც, რათა არ დაეკარგათ მომხმარებელი.
ფასების ომი გაგრძელდა შემდეგ წლებშიც და ჩინეთის მთავრობამაც კი გააფრთხილა ავტომობილების ინდუსტრიამ ზედმეტად მკაცრი კონკურენციის შესახებ. ეს კარგი იყო ბევრი მყიდველისთვის, რადგან ავტომობილების ფასები კიდევ უფრო დაეცა, მაგრამ ავტომწარმოებლებისთვის ეს დიდი პრობლემაა. როდესაც ფასების დაწევა გრძელდება, თითოეულ მანქანაზე მიღებული მოგებაც მცირდება. კომპანია, რომელსაც მაღალი ხარჯები და სუსტი გაყიდვები აქვს, შეიძლება ფულის გარეშე დარჩეს. ამიტომ ჩინეთის ელექტრომობილების ინდუსტრია ნამდვილ გადარჩენის ტესტად იქცა. საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი მანქანის წარმოება. ის უნდა იყოს იაფი, სწრაფად დასამზადებელი, სწრაფად განახლებადი და კონდეს განსაკუთრებული მიზეზი, რომ მომხმარებელმა აირჩიოს. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც განსხვავებული სტრატეგია ერჩია, არის INEO. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ დამუხტვას დაეყრდნო, INEO-მ შექმნა ბატარეის შეცვლის სადგურები. როდესაც INEO-ს შესაბამის მანქანას ბატარეის დამუხტვა დაბალია, ავტომობილი შეიძლება შევიდეს ბატარეის შეცვლის სადგურში. აქ კი აპარატი ავტომატურად ხსნის მანქანის ქვემოთ მოთავსებულ თითქმის დაცლილ ბატარეას და ცვლის მას სრულად დამუხტული ბატარეით. უფრო ახალი ბატარეის სადგურებში პროცესი შეიძლება დასრულდეს სულ რამდენიმე წუთში. მისი დიდი უპირატესობა სისწრაფეა. აღარ არის საჭირო დიდხანს ლოდინი, სანამ მანქანა დაიმუხტება. ამიტომ ბატარეის შეცვლის შემდეგ მძღოლს შეუძლია კვლავ გააგრძელოს მგზავრობა. მაგრამ ბატარეის შეცვლის სადგურების აშენებაც ძვირია. საჭიროა ბევრი დამატებითი ბატარეა. ამიტომ ყველა ავტომწარმოებელი არ იყენებს ასეთ სისტემას. INEO-მ გადაწყვიტა ეს გზა გაეგრძელებინა და 2026 წლის თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ მათ ქსელში უკვე 100 მილიონი ბატარეის შეცვა განხორციელდა. ასეთი კონკურენცია ჩინურ კომპანიებს უბიძგებს, სცადონ ისეთი რამ, რაც ადრე ავტომრეწველობაში ნორმად არ ითვლებოდა. უფრო განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფა, სწრაფი დატენვა, ბატარეის შეცვლა, დიდი ეკრანები, ხმოვანი მართვა და სხვა ფუნქციები, რა ხდა მთავარი სიახლეები. ამიტომ ჩინეთის უზარმაზარი ელექტრომობილების ინდუსტრია მხოლოდ კომპანიების შრომის მოყვარეობის გამო არ ჩამოყალიბებულა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც BYD-სა და სხვა ჩინურ ელექტრომობილების კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა ასე სწრაფად გაზრდილიყვნენ. ეს მთავრობის დამსახურება. აქ ჩანს თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა ჩინეთის მთავრობა. მრავალი წლის განმავლობაში მთავრობა იკალემდა სუბსიდიებს, საგადასახადო შეღავათებს, ინვესტიციის წესებს და სხვა დახმარებებს, რათა კომპანიები წაახალისონ ელექტრომობილების წარმოებაში და ადამიანები მათი შეძენაში. CSIS-ის ერთ-ერთი შეფასებით 2009 წლიდან 2023 წლამდე ჩინეთის მთავრობის მიერ ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის გაწეული საერთო მხარდაჭერა 230 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ასევე შედის საგადასახადო შეღავათები მყიდველებისთვის, დამუხტვის ინფრასტრუქტურა და სხვა პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ თავად მთავრობა დაეხმარა ელექტრომობილების კომპანიებს მაგალითად იმით, რაც გააკეთა. თუ ბატარეა ძვირია და მყიდველი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული ელექტრომობილის პრაქტიკულობაში, შესაძლებელია მთავრობის სუბსიდიით ან საგადასახადო შეღავათით შემცირდეს ის რეალური ფასი, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. ეს კარგი გარიგებაა. ამის გამო, როცა ელექტრომობილი იაფია, უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მის შეძენას. როცა მყიდველებები მომრავლდებიან, ქარხნებს მეტი ელექტრომობილის წარმოება დასჭირდებაც. და როცა წარმოება გაიზრდება, კიდევ უფრო ადვილი გახდება წარმოების ხარჯების შემცირება, მაგრამ ასევე წარმოიშვა პრობლემაც. იმის გამო, რომ მთავრობა ფულს გასცემდა, ზოგიერთი კომპანია ცდილობდა სუბსიდიის მიღებას, მაშინაც კი როცა მათი პროდუქტი არასაკმარისი იყო, ან მოთხოვნები არ იყო შესრულებული. ჩინეთმა ჩაატარა გამოძიებები და დააწესა უფრო მკაცრი წესები სუბსიდიის თაღლითობის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, მთავრობის მხარდაჭერა მხოლოდ პირდაპირ ფულით არ შემოიფარგლებოდა. ასევე არიან ადგილობრივი მთავრობებიც, რომლებიც პირდაპირ გასცემენ დახმარებას. იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც მათ რეგიონში მნიშვნელოვანია, კარგი მაგალითია NIO, 2020 წელს კომპანია სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე იდგა. ჩაერთნენ მთავრობის მხარდაჭერილი ინვესტორები Hefei-დან, რომელიც ანჰუის პროვინციის ქალაქია. NIO მიიღო დიდი ინვესტიცია და მოგვიანებით ასევე მიიღო მსხვილი საკრედიტო ხაზები სახელმწიფო ბანკებისგან. ამან კომპანიას სიცოცხლის უნარიანობა შეუნარჩუნა, სანამ ისინი აგრძელებდნენ ელექტრომობილების გაყიდვას. კიდევ ერთი სტრატეგია ჰქონდა მთავრობას, რომელმაც უფრო პირდაპირ იმოქმედა ყველა საავტომობილო კომპანიაზე. ჩინეთმა შექმნა ეგრეთ წოდებულ ორმაგი საკრედიტო სისტემა. სახელწოდება ცოტა ტექნიკურია, მაგრამ იდეა მარტივია. მთავრობა საავტომობილო კომპანიებს მიზნებს უსახავს. მათ უნდა აწარმოონ საწვავზე ეკონომიური ავტომობილები და ასევე უნდა ჰქონდეთ საკმარისი ელექტრო ან სხვა ახალი ენერგიის მანქანები. თუ რომელიმე საავტომობილო კომპანია ძალიან ბევრ საწვავმოხმარებად მანქანას სტეიდის, მას შეიძლება საკრედიტო ქულები დააკლდეს. საკომპენსაციოდ კომპანიამ უნდა აწარმოოს ან გაყიდოს მეტი ახალი ენერგიის მანქანა, ან შეიძინოს საკრედიტო ქულები იმ კომპანიისგან, რომელსაც ზედმეტი აქვს.
სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ამ სისტემამ გაართულა დიდი ავტომწარმოებლებისთვის მხოლოდ ბენზინის მანქანების გაყიდვა ჩინეთში. ეს დიდი ზეწოლაა ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის. თუნდაც მათი ბენზინის მანქანები წარმატებული იყოს, მაინც სერიოზულად უნდა მიუდგნენ ელექტრომობილებს. თუ მათ სურთ კონკურენტუნარიანად დარჩენა, ეს აუცილებელია. ასე რომ ცვლილებებს მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნა არ განაპირობებდა. ასევე არსებობს მთავრობის რეგულაციები, რომლებმაც მთელი ინდუსტრია მეტი ელექტრომობილისკენ მიმართეს, სილისკენ მიმართეს. კიდევ ერთი პოლიტიკა არსებობს, რომელიც პირდაპირ შეეხო ჩვეულებრივ მყიდველს. სანომრე ნიშანი. ჩინეთის დიდ ქალაქებში დიდი ხანია პრობლემაა, ძალიან ბევრი მანქანა, საცობები და ჰაერის დაბინძურება. ამიტომ რამდენიმე ქალაქში მთავრობამ ტრადიციული ბენზინის მანქანებისთვის ახალი სანომრე ნიშნების რაოდენობა შეზღუდა. მაგალითად, ბევრ ბენზინის მანქანის მყიდველს აუქციონში მონაწილეობის მიღება უწევს, რომ სანომრე ნიშანი მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მანქანის საყიდელი ფული არ არის საკმარისი. გარდა ამისა, უნდა მიიღოს შეზღუდული რაოდენობის სანომრე ნიშანი და ეს შეიძლება ძალიან ძვირი იყოს. ამასთანავე არსებობს სპეციალური სანომრე ნიშნების პოლიტიკა, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ახალი ენერგიის მანქანებისთვის. 2026 წლამდე შანხაი აგრძელებს გარკვეული კრიტერიუმების მქონე ელექტრომობილებისთვის უფასო სპეციალური სანომრე ნიშნების კოდის გაცემას. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი უფრო მეტად უჭერს მხარს ელექტრომობილებს. პეკინში კი ქალაქი იყენებს კვოტის სისტემას ახალი მანქანების რაოდენობის შესაზღუდად. განსხვავებულია კვოტების განაწილება ჩვეულებრივი ბენზინის მანქანებისთვის და ახალი ენერგიის მანქანებისთვის. მაგალითად, 2025 წელს პეკინის 100,000 სამგზავრო მანქანის კვოტიდან 80,000 ახალი ენერგიის მანქანებისთვის იყო განკუთვნილი. ასეთი წესების დიდი გავლენა აქვს ოჯახის გადაწყვეტილებაზე. წარმოიდგინე, რომ გინდა ახალი მანქანის ყიდვა. ბენზინის მანქანის შემთხვევაში შეიძლება მოგიწიოს ლოდინი ან შეჯიბრება შეზღუდულ სანომრე ნიშნებზე, მაგრამ ზოგიერთ ადგილას პროცესი უფრო მარტივია, თუ ელექტრომანქანას აერჩევ. თუნდაც ორივე მანქანა მოგწონდეს, ელექტრომანქანას დიდი პრაქტიკული უპირატესობა უჭირატესობა ჩნდება. ამიტომ მყიდველი მხოლოდ მანქანის ფასს არ ფიქრობს, ასევე ითვალისწინებს სანომრე ნიშანს, გადასახადებს და იმას, რამდენად სწრაფად შეძლებს მანქანის გამოყენებას. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვა. თუ ელექტრომანქანები გაიზრდება, ნიშნავს ეს ავტომატურად, რომ დაბინძურება და ნახშირბადის ემისიები ქრება? არა, მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომანქანას გამონაბოლქვი არ აქვს მოძრაობისას, მაგრამ ბატარეის დასატენად მაინც საჭიროა ელექტროენერგიის წარმოება. ასევე საჭიროა თავად ბატარეის წარმოება, რაც მოითხოვს მოპოვებას, მასალების გადამუშავებას და დიდ ინდუსტრიულ წარმოებას. ამიტომ, როდესაც ელექტრომანქანის გავლენას გარემოზე ვზომავთ, საკმარისი არ არის მხოლოდ მანქანიდან გამოსული გამონაბოლქვის ნახვა. მკვლევარები ასევე აკვირდებიან ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ციკლის ემისიებს. ეს ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია მანქანისა და ბატარეის წარმოება, ელექტროენერგიის წარმოება, მანქანის გამოყენება და მისი მთელი სიცოცხლის ციკლის სხვა ნაწილები. ხშირ შემთხვევაში ემისიები უფრო მაღალია ბატარეაზე მომუშავე ელექტრომანქანის წარმოებისას, ვიდრე მსგავსი ბენზინის მანქანის წარმოებისას, რადგან დიდი ბატარეის წარმოება ენერგოინტენსიურია. მაგრამ მანქანის გამოყენებისას ელექტრომობილი ანაზღაურებს ამას, რადგან ელექტროძრავი უფრო ეფექტურია და მას არ უწევს ბენზინის წვა მოძრაობისას. ჩინეთში ასევე მნიშვნელოვანია, საიდან მოდის ელექტროენერგია, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ დიდ რაოდენობით ქვანახშირს იყენებს, თუმცა საერთაშორისო ენერგეტული სააგენტოს ანალიზი აჩვენებს, როდესაც ჩინეთში საშუალო ზომის მანქანის მთელ სიცოცხლის ციკლს უყურებთ, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილის სათბურის აირების ემისიები მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ანალოგიური ბენზინის მანქანის. ჩინეთში მისი სიცოცხლის ციკლის ემისიები დაახლოებით 40%-ით ნაკლებია. თუმცა უპირატესობა უფრო მცირეა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ელექტროენერგიის ქსელი უფრო სუფთაა. როდესაც მზის, ქარის და სხვა დაბალ ნახშირბადიანი ელექტროენერგიის წილი ქსელში იზრდება, ელექტრომობილების ეკოლოგიური უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ არ არსებობს ერთი ფიქსირებული კილომეტრაჟი, რომელიც ყველა ელექტრომობილმა უნდა გაიაროს, სანამ ბენზინის მანქანაზე უფრო სუფთა გახდება. ეს დამოკიდებულია ბატარეის ზომაზე, მანქანის ტიპზე, ბატარეის წარმოების მეთოდზე და იმაზე, რა ტიპის ელექტროენერგია გამოიყენება დატენვისთვის. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ელექტროძრავა ვერ აგვარებს – საცობი. თუ 1 მილიონ ბენზინის მანქანას 1 მილიონი ელექტრომობილით ჩაანაცვლებ, გზაზე მაინც 1 მილიონი მანქანა გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ მანქანები მოძრაობისას უფრო სუფთაა, მაინც სჭირდებათ გზის სივრცე და პარკინგი. ამიტომ ელექტრომობილებზე გადასვლა შეიძლება დაეხმაროს ჰაერის დაბინძურებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას, მაგრამ ავტომატურად ვერ აგვარებს საცობს. საერთო ჯამში რთულია ითქვას, რომ ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიის გაძლიერება მხოლოდ მთავრობის სუბსიდიების დამსახურებაა. მთავრობის მხარდაჭერა დიდი ნაწილია, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს ძალიან ძლიერი კონკურენცია კომპანიებს შორის.
ბატარეების სწრაფი გაუმჯობესება, დიდი მომარაგების ჯაჭვი და მილიონობით მომხმარებელი, რომლებმაც აირჩიეს ელექტრო და პლაგინ ჰიბრიდული ავტომობილები. 2023 წელს დასრულდა ეროვნული შეძენის სუბსიდიები, რომლებიც დიდი ხმის განმავლობაში ეხმარებოდა ელექტრომობილის მყიდველებს, მაგრამ ბაზარი მაინც განაგრძობდა ზრდას. სხვა მხარდაჭერაც დარჩა, როგორიცაა საგადასახადო გამონაკლისები და ადგილობრივი პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ელექტრომობილების ინდუსტრია ახლა აღარ გავს იმ პერიოდს, როცა ის მხოლოდ იწყებოდა და მთლიანად დახმარებაზე იყო დამოკიდებული, რათა მყიდველები მოეზიდა. ჩინეთმა უკვე შექმნა უზარმაზარი ელექტრომობილების ბაზარი, ქარხნები, ბატარეების ინდუსტრია და მომარაგების ჯაჭვი, მაგრამ სხვა ბრძოლა ელოდება, როცა ეს მანქანები ჩინეთიდან გავა. სხვა ქვეყნებში აღარ არსებობს იგივე სანომრე ნიშნების უპირატესობები და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა. ამის ნაცვლად ჩინელი ავტომწარმოებლები შეეჯახებიან ტარიფებს, სხვა უსაფრთხოების წესებს, პოლიტიკურ ზეწოლას და მომხმარებლებს, რომლებიც დიდი ხანია ენდობიან საკუთარ ავტომობილების ბრენდებს. და სწორედ იქ დავინახავთ, რამდენად ძლიერია სინამდვილეში ჩინეთის ელექტრომობილების ის ინდუსტრია, როცა ის საკუთარ ბაზარს გასცდება. როცა ჩინური ელექტრომობილები ჩინეთიდან გავა, ბრძოლა უკვე სხვა სახეს მიიღებს. საკუთარ ქვეყანაში მათ აქვთ უზარმაზარი მიწოდების ჯაჭვი, ბევრი მომხმარებელი და მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია ეხმარება ინდუსტრიის ზრდას. მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩინელ ავტომწარმოებლებს უნდა დაემორჩილონ იმ მთავრობის წესებს, რომელიც იქ მოქმედებს. ევროპაში ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების გადნიდვები უკვე სწრაფად იზრდება. 2025 წელს ევროპაში დაახლოებით 940,000 ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილი გაიყიდა. ჩინური ბრენდები ასევე იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა განვითარებად ბაზრებზე. ამიტომ მათი ავტომობილები წარმატებულია არა მხოლოდ ჩინეთში, მაგრამ არსებობს ერთი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც თითქმის დახურულია ჩინური ელექტრომობილების ბრენდებისთვის. ეს არის შეერთებული შტატები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი არის ტარიფი. ტარიფი დამატებითი გადასახადია, რომელიც დაწესებულია იმპორტირებულ პროდუქტზე. როდესაც ტარიფი მაღალია, პროდუქტის ფასიც იზრდება, როდესაც ის ქვეყანაში შემოდის. 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა გაზარდა 300 პირველი მუხლის ტარიფი ჩინეთიდან შემოტანილ ელექტრომობილებზე 25%-დან 100%-მდე. აშშ-ის მთავრობის მიზანია დაიცვას ამერიკული ავტომრეწველობა ჩინური ელექტრომობილებისგან, რომლებიც აშშ-ის თქმით სარგებლობენ ფართო სახელმწიფო მხარდაჭერით და სხვა პოლიტიკით ჩინეთში. შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სხვა ტარიფებიც იმპორტირებულ ავტომობილებსა და ზოგ ავტონაწილებზე მომდევნო წლებში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ჩინური ელექტრომობილი იაფია, მისი ფასობრივი უპირატესობის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს, როცა ამერიკის ბაზარზე შემოიტანენ. ევროკავშირსაც აქვს საკუთარი ნაბიჯები. ჩინელი ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოძიების შემდეგ ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებზე დამატებითი გადასახადი დააწესა. BYD-ისთვის დამატებითი გადასახადი 17%-ია, Geely-ისთვის 18.8%, SAIC-ისთვის კი განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია. ეს დამატებითი გადასახადები ემატება ევროკავშირის ჩვეულებრივ იმპორტის გადასახადს. მაგრამ მიუხედავად დამატებითი გადასახადებისა, ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილები მაინც იყიდება ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ტარიფი საკმარისი არ არის მათი შემოსვლის სრულად შესაჩერებლად. ჩინურ კომპანიებს ასევე შეუძლიათ სხვა გზების მოძებნა, რათა თავიდან აიცილონ მაღალი იმპორტის ხარჯები. მაგალითად, ქარხნების აშენება სხვა ქვეყნებში. მაგრამ შეერთებულ შტატებში ფასზე უფრო დიდი პრობლემა არსებობს, ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. თანამედროვე ავტომობილი დღეს აღარ არის უბრალოდ ძრავა, ბორბლები და საჭე. ბევრ ახალ მანქანას აქვს კამერები, მიკროფონები, GPS, Bluetooth, Wi-Fi და ინტერნეტ კავშირი. ასევე არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს მანქანის ბევრ ნაწილს. რადგან ეს მანქანები ინტერნეტთან არიან დაკავშირებული, შეუძლიათ მონაცემების შეგროვება და გაგზავნა. აქ შეიძლება შედიოდეს მანქანის მდებარეობა, ინფორმაცია გარემოს შესახებ და სხვა მონაცემების სენსორებიდან. ამიტომ აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკი წარმოიშვას, თუ მილიონობით მანქანის მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო აპარატურა კონტროლდება, ან დამზადებულია ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიების მიერ. 2025 წლის იანვარში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა მიიღო საბოლოო წესი, რათა შეეზღუდოს ზოგიერთი დაკავშირებული ავტომობილის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს საკმარისი კავშირი ჩინეთთან ან რუსეთთან ერთთან. წესი ძალას შევიდა 2025 წლის მარტში. 2027 წლის მოდელის წლიდან შეერთებულ შტატებში აიკრძალა ზოგიერთი დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა, რომელიც იყენებს ჩინეთიდან ან რუსეთიდან მომდინარე ამ წესით გათვალისწინებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს ასევე ვრცელდება დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებზე, რომლებიც კონტროლდებიან ან ჩინეთის ან რუსეთის იურისდიქციაში არიან. 2030 სამოდელო წლიდან ძალაში შევა შეზღუდვები კომუნიკაციის გარკვეულ აპარატურაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის ან რუსეთის კომპანიებთან. ეს ნიშნავს, რომ საკმარისი არ არის, თუ ჩინელი ავტომწარმოებელი უბრალოდ იტყვის, რომ მანქანებს მექსიკაში ან შეერთებულ შტატებში აწარმოებს. თუ კომპანია და მისი მნიშვნელოვანი დაკავშირებული ტექნოლოგია კვლავ ექვემდებარება შეზღუდვებს,
შეიძლება მაინც არ დაუშვან ავტომობილის გაყიდვა ამერიკის ბაზარზე. ეს დიდი დაბრკოლებაა, რადგან თითქმის ყველა ახალი ელექტრომობილი დღეს ძლიერ არის დამოკიდებული პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინტერნეტ კავშირს. ძნელია თანამედროვე ელექტრომობილის შექმნა, რომელსაც ყველა დაკავშირებულ სისტემას უბრალოდ მოაშორებ, რათა შეიყვანოს შეერთებულ შტატებში. ამერიკის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილებისთვის პრობლემა მხოლოდ ფასი არ არის. აქვეა კონკურენცია, სავაჭრო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოებაც. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა ასევე შეცვალა საკუთარი ელექტრომობილების პოლიტიკა. ადრე კვალიფიციურ მყიდველს შეეძლო მიეღო $7,500 ფედერალური საგადასახადო კრედიტი კვალიფიციური ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილისთვის. მაგრამ ფედერალური ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის შეძენის კრედიტი დასრულდა იმ მანქანებისთვის, რომლებიც 2025 წლის 30 სექტემბრის შემდეგ შეიძინეს. ამიტომ 2026 წლისთვის აღარ იარსებებს ის ძველი ფედერალური მომხმარებლის სახალისება ახალი ელექტრომობილის შეძენაზე. ამასთან ერთად აშკარად შეცვალა ფედერალური პოლიტიკის მიმართულება ტრამპის ადმინისტრაციამ. 2025 წლის იანვარში ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სურს გააუქმოს ის პოლიტიკა, რომელიც მათი აზრით მომხმარებლებს ელექტრომობილებისკენ უბიძგებს და მყიდველებს მისცეს მეტი თავისუფლება. აერჩიონ ბენზინზე მომუშავე ავტომობილები, ჰიბრიდული ან ელექტრომობილები. ამიტომ ეხლა მსოფლიოს ორ უდიდეს ავტობაზარს განსხვავებული სტრატეგია აქვს. ჩინეთში ელექტრომობილების ბაზარი კვლავ ძალიან ძლიერია. 2025 წელს ჩინეთში გაყიდული ახალი მანქანების თითქმის 55% ელექტრომობილები იქნება, მათ შორის ბატარეაზე მომუშავე და პლაგინ ჰიბრიდული ავტომობილები. ადიპონგი შეერთებულ შტატებში ტრანზიცია უფრო ნელა მიმდინარეობს და ბაზარზე კვლავ დიდი წილი უკავია ბენზინისა და ჰიბრიდულ ავტომობილებს. შეერთებულ შტატებში ტრანზიცია ბენზინისა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე უფრო ნელია. თუმცა ევროპული მთავრობებიც ცდილობენ საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის დაცვას ჩინეთიდან იაფი იმპორტის წინააღმდეგ. ამიტომ ეს აღარ არის მარტივი კითხვა ელექტრომობილი ჯობია თუ ბენზინის მანქანა ტექნოლოგიის თვალსაზრისით. აქ არის ფასი, დამუხტვა, ბატარეის მიწოდე, სამუშაო ადგილები, ქარხნები, ტარიფები, ეროვნული უსაფრთხოება და მთავრობის პოლიტიკა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ იცვლება ამ ბრძოლაში, ჩინელ ავტომწარმოებლებს არ სჭირდებათ ჯერ შეერთებული შტატების დაპყრობა, რომ გლობალურ ძალად იქცნენ. დანარჩენი მსოფლიო ძალიან დიდია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა განვითარებად ბაზრებზე, ბევრი მომხმარებელი ეძებს ახალ იაფფასიან ავტომობილს. ბევრი ფუნქცია და დაბალი საოპერაციო ხარჯი. აქ შეიძლება ჩინურ კომპანიებს დიდი უპირატესობა ჰქონდეთ. 2025 წელს ჩინეთის ავტომობილების ექსპორტის 35%-ზე მეტი ელექტრომობილებია. ევროპისა და შეერთებული შტატების გარეთ მდებარე ქვეყნებში ელექტრომობილების გაყიდვების დაახლოებით 55%-ს ჩინური იმპორტი შეადგენს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი 2025 წელს დაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი ჩინურ ბრენდებს ეკუთვნოდა. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნებში ადრე ბაზარს იაპონური, კორეული, ევროპული და ევროპული და ამერიკული ავტომობილების ბრენდები დომინირებდნენ. ეხლა უკვე ახალი კონკურენტები გამოჩნდნენ და მხოლოდ BYD აღარ იბრძვის. არის Geely, Chery, SAIC, Xpeng, Leap Motor და სხვა ჩინური მწარმოებლები, რომლებიც ჩინეთის გარეთ ბაზარს ეძებენ. ტარიფებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, სად იწარმოება ავტომობილები. იმის ნაცვლად, რომ მანქანა ჩინეთში აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ, ჩინურმა ავტომწარმოებელმა შეიძლება იმ ქვეყანაში ააშენოს ქარხანა, სადაც სურს გაყიდვა. თუ ეს მოხდება, მხოლოდ ჩინური ექსპორტი კი არ გაიზრდება. ჩინური ქარხნები, ტექნოლოგიები და მომარაგების ჯაჭვებიც გავრცელდება სხვა ქვეყნებში. ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ სოფლიოში ყველა მანქანა ჩინური იქნება. Toyota, Volkswagen, Hyundai, Kia, General Motors, Ford და სხვა დიდი ხნის ავტომწარმოებლები ჯერ კიდევ ძლიერები არიან. ტრადიციულ ავტომწარმოებლებს დიდი უპირატესობა აქვთ ბრენდის ნდობაში, დილერების ქსელში, სარემონტო სერვისებში და სხვადასხვა ბაზარზე გამოცდილებაში. ასევე არ არის დარწმუნებული, რომ ბენზინი მალე გაქრება. ბევრ ადგილას ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დამტენის სადგურები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ მანძილზე მართავენ მანქანას. არსებობენ ქვეყნები, სადაც ელექტროენერგია ძვირია, ან სუსტი ელექტროქსელი აქვთ. ასევე არიან მყიდველები, რომელთათვისაც ჰიბრიდული მანქანა უფრო შესაფერისია მათი გამოყენების სტილისთვის. ამიტომ შეიძლება მხოლოდ ერთი გამარჯვებული არ იყოს. შესაძლოა ზოგ ქვეყანაში ახალი მანქანების დიდი ნაწილი ელექტრო იყოს, მაშინ როცა სხვაგან ჰიბრიდები და ბენზინის მანქანები კვლავ პოპულარული დარჩეს. მაგრამ ერთი რამ აშკარად შეიცვალა. მხოლოდ 20 წლის წინ თითქმის არც ერთი ჩინური ავტომწარმოებელი არ ითვლებოდა სერიოზულ საფრთხედ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლებისთვის. დღეს ჩინეთი ყველაზე დიდი ელექტრომანქანების ბაზარია. ყველაზე დიდი მწარმოებელია მრავალი მნიშვნელოვანი ელექტრომობილის კომპონენტის და ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების ექსპორტიორი მსოფლიოში. ამიტომ ჩინური ელექტრომობილების ნამდვილი ისტორია მხოლოდ იაფი ელექტრომანქანების წარმოებაზე არ არის. ეს ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენა ჩინეთმა დიდი ბაზარი, მთავრობის პოლიტიკა
პატარაების ინდუსტრია, ქარხნები და ძლიერი კონკურენცია. რათა შეექმნა საავტომობილო ინდუსტრია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს უდიდეს კომპანიებს. ახლა იწყება უფრო რთული ნაწილი. ჩინეთის შიგნით ჩინურმა ელექტრომობილების კომპანიებმა უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გამარჯვება. შემდეგი ბრძოლა კი ისაა, შეძლებენ თუ არა ამას მთელ მსოფლიოში. ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარი საავტომობილო კომპანიები, საკუთარი წესები და საკუთარი მიზეზები აქვთ, რომ ჩინეთისთვის არ გადააბარონ საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი.